ძვირფასო ტელემაყურებლებო, გამარჯობათ. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ფაზისის აკადემიის კვლევები. მე გახლავართ გია კვაშილოვა, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი. ჩვენ წინა გადაცემაში დავიწყეთ ახალი თემა. ქართულ ენაზე პირველი კვლევები აწარმოა ცნობილმა მათემატიკოსმა, ფილოსოფოსმა, მრავალმხრივ განათლებულმა მეცნიერმა პრუსიის აკადემიის პირველმა პრეზიდენტმა ლაიბნიცმა. ლაიბნიცი, როგორც წინა გადაცემაში გითხარით, ქართულ ენას სწავლობდა 1629 წელს გამოცემულ იტალიურ ქართულ ლექსიკონის მეშვეობით და აი სწორედ იქიდან დაიწყო მან ქართული ენის შესწავლა, თუმცა მის შრომაში ჩანს და აქვს ხაზგასმით დაწერილი აქვს, რომ მან კარგად არ იცის ქართული ენა და შედარების პრინციპით მან დაადგინა პირველად, რომ არა ინდოევროპული ენა, ქართველური ენათა ოჯახი მას არ შემოუტანია. ესეთი ტერმინი ეს ჰიუგო შუხარტმა შემოიტანა 1895 წელს გერმანელმა ლინგვისტმა, მაგრამ მან პირველად შეამჩნია. შემდეგში ევროპის მეცნიერებმა პირიქით სხვა მოსაზრება გამოთქვეს, ინდოევროპულია ქართული. სხვა შემთხვევაში ლაიბნიცის მათემატიკურმა ხედვამ, ანუ შედარებითი ლინგვისტიკის ფუძემდებელია, ასე რომ ვთქვათ, მან სწორი დასკვნა გააკეთა, რომ ქართული არის ცალკე მდგომი ენა და შემდეგში უკვე სრულად დასტურდა ის, რომ ქართული, მეგრულ, ლაზური, სვანური ეს არის ქართველური ენათა ოჯახი, ცალკე ოჯახი, რომელიც არ შედის ინდოევროპული ენათა ოჯახში და არც სემიტურ ენათა ოჯახში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სხვა, როგორც ვთქვით, სხვა შეხედულებებიც იყოს, ზოგს მიაჩნდა, რომ ქართველური ენები, ასე რომ ვთქვათ, იყო სემიტორიც. აი, განსახლების თვალსაზრისით ქართველთა უძველესი კოლხების განსახლების შესახებ რიგი ბერძნული წყაროები ძალიან ბევრია ცნობილი. განსაკუთრებით თუ გვაინტერესებს ამ მხრივ აკაკი ურუშაძის ცნობილი წიგნი ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, რომელიც 1964-65 წლებშია გამოცემული. აი ეს წიგნი ახლაც თავიდან დაიბეჭდა და ამ წიგნში არის ის ბერძნული მასალა ლათინური, საერთოდ კაცობრიობა აზროვნებს სამსახოვნად, მითოსური აზროვნება აქვს კაცობრიობას, რელიგიური აზროვნება და ფილოსოფიური. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მითოსური აზროვნება ადრეულ პერიოდში წყალიბდება ადამიანის ცხოვრების პერიოდში, მაგრამ ფილოსოფიური აზროვნებამდე ძალიან გვიან მიდის და საერთოდ საბერძნეთის ისტორია სწორედ ამას ასახავს, სადაც მითოსური აზროვნებაც არსებობს, რელიგიური და ფილოსოფიური აზროვნება. ადრეულ პერიოდში, ან დავუშვათ ვთქვათ ეგვიპტურში, ან შუმერულში უფრო ძირითადად ჭარბობს მითოსური და რელიგიური აზროვნება. ყოველ შემთხვევაში ეს ასეა, ფილოსოფიის საძირკველი, მოგეხსენებათ, რომ ეს საბერძნეთია, მოგეხსენებათ ეს ყველაფერი მასალებში ცნობილია, მკვლევარებისთვის ეს გასაგებია. აი სწორედ ამ კუთხით ქართველთა როლი აქ როგორ გამოიხატება, ზუსტად ჩვენ არაფერი არ ვიცით ამ ფილოსოფიური მიმართულებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აზროვნებს ამ სახეობაში შეიძლება ქართველებს ეს გზა რაღაც ნაწილში გაევლო და შემდეგში ეს დაკარგულიყო. მაგრამ აი ბერძნულ წყაროებში არის მითითება მითოსური აზროვნების შესახებ განსაკუთრებით და ძირითადად იქ ხაზგასმა არის არგონავტების მითთან და აი არგონავტების მითის გარშემო არის აიეტისა და მისი ოჯახის მთელი წარმომადგენლობა წარმოდგენილი, აიეტის ძმები, რომლებიც მართავენ ზოგი მაგალითად ყირიმის ტერიტორიას მართავს ერთი ნაწილი ერთი ძმა, მეორე ძმა მართავს ანუ ჰელიოპოლისის დამარცხებელია მზის ქალაქისა ეგვიპტეში. ეს მითის სახით ჩანს და მისი დები იტალიის მმართველია ფაქტობრივად, ეს არის ეტრურიის და მთავარი მმართველი კირკესთან არის ბევრი ბერძნული მითი დაკავშირებული იმ მხრივ, რომ კირკეს ვაჟიშვილია იტალუსი და რომუსი. ყოველ შემთხვევაში სხვა შეხედულებებიც არსებობს, მაგრამ აი აქ გაჟღერებულია ბერძნულ მითებში ის აზრი, რომ სწორედ კირკეს უკავშირდება, კირკეს შვილს უკავშირდება რომის დაარსება, როგორც რომის
პირველი ქალაქისა, ასე შემდეგ, ეს ვინც კვლევრები არიან ამ მიმართულებით სპეციალისტები, ეს კარგად იციან. მეორე და რომელიც ჩვენ წინა გადაცემებში და სხვა გადაცემებშიც ვამბობდით, ეს არის კრეტის დედოფალი, მეფე ფაქტობრივად, ჯერ მინუსი მისი მეუღლე არ არის, ის მართავს, ყოველ შემთხვევაში ეს კარგად ჩანს ბერძნულ მითებში, მერე მას ჩაესიძება მინოსი, ზევსის ვაჟიშვილი და მერე ტახტი როგორც ასეთი, როგორც ინგლისელები ამბობენ, მაგათაც ევანსი ამბობდა, რომ ტახტის სახელწოდება დაუკავშირდა სწორედ მინოს და მინოსური ცივილიზაცია ამის გამო დაარქვა, ესე იგი ინგლისური ტრადიციიდან გამომდინარე, ვერ დაარქმევდა დედრობითი სქესის წარმომადგენლის სახელს ცივილიზაციას. ისე ძირითადად ეს პასიფაის ცივილიზაცია კუნძული კრეტის მმართველობა და მასთან დაკავშირებული სისტემები ეკონომიკური თუ რელიგიური დანიშნულებით, მაგრამ მან რადგანაც ეს ინგლისური ტრადიცია იყო, მინოსური დაარქვა ჩასიძებული ადამიანის, ანუ მეფის სახელი, მინოსური ცივილიზაცია. აი ეს ძირითადად ეს ნაწილები ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის პირეთში განსაკუთრებით ეს ჩანს ისე როგორც გავიმეორებთ არგონავტების მიჩი, მაგალითად ძირითადად იხსენიება ასეთი დასახელებით მაგალითად მაკრიელი, მაკრისელი, აი მაგალითად აპოლონის როდოსელი არგონავტიკაში ახსენებს ასეთ ციტატას: მაკრისელთა პელასგური ლაშქარი მოგვადგაო. ანუ ესე იგი მაკრისელი ანუ არის პელასგი. თვითონ ამ ციტატის გამშიფრავია უпроსორად სკოლიასტი, ბერძენი სკოლიასტი განმარტავს, რომ მაკრიელის არის იგივე მაკრონი ჩვენთვის უკვე ცნობილია პროფესიონალურ თვალსაზრისით, ქართველი მეცნიერებისთვის, ყოველ შემთხვევაში ეს საკმაოდ ცნობილია, ეს მეგრელთა სატომო სახელს აღნიშნავს. ანუ ერთ-ერთი ქართველური ტომის სახელწოდება ფიქსირდება არგონავტიკაში, ყოველ შემთხვევაში ცნობილია ეს ცნობილი კვლევრების ნაშრომებში. აი ეს მაკრისელი, ანუ მაკრონი, რომელს შესახებ ბევრი რამ არის დაწერილი აკაკი ურუშაძის წიგნში, დაკავშირებულია სახელწოდება მაკრისი, კუნძული ევბეა არის დღევანდელი პელოპონესის ახლოს, პელოპონესი ეს უწინდელი, რომ ვთქვათ, პელასგია იყო, ეს ყველაფერი წერია ბერძნულ წყაროებში. და ევბეა, ანუ მაკრისი, ბერძნულ წყაროებისთვის სხვადასხვა შეხედულებებიც არის გამოთქმული, რომ ეს არის დიონისის დედის სახელი, ანუ ესე იგი დიონისეს გამზრდელის დედის სახელი. ყოველ შემთხვევაში ეს სხვა შეხედულებაც გითხარით, რომ არსებობს ბერძნულ წყაროებში, აი მითოსური აზროვნებაში, აი ეს არის წარმოდგენილი, სადაც მერე იბადება ფილოსოფიური, რელიგიური აზროვნების ფორმები. აი ეს ადგილები, რომელიც ჩვენ ახლა მიმოვიხილეთ ასე თუ ისე, რომლის სურათებს მე გაჩვენებთ ამ მიმართულებით, ყოველ შემთხვევაში სქემებს, ზემოხსენებული ადგილები, რომელიც დავასახელეთ, პელასგ და ოდინდელი სამკვიდრებელი იყო, რომლებსაც ძველი ბერძნული წყაროები, მაგალითად ემელოს კორინთელი, ეპიმენიდე და სხვები, მიხედვით აიეტისა და მისი ოჯახი განაგებდა. აქ კიდევ სხვა პელასგურ ტომებია დასახელებული, მაგალითად ლელეგები, დოლიონები და ასე შემდეგ. ერთი ტომი არ იყო მთლა, ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად მოცემული მითში. ახლა ჩვენ გაჩვენებთ ეკრანზე, როგორი უნდა ყოფილიყო დავუშვათ სქემატურად, როგორ წარმოიშვა აიეტის ოჯახი. პირველ რიგში გაჩვენებთ ურანოსი და გეას, აი სტანდარტი არის ბერძნული მითების მიხედვით, აი ერთ-ერთი ჰელიოსი პირველი, ჰელიოსი მეორე, ჰელიოსი მესამე არსებობს, ჰელიოსი მეოთხეს ლათინური წყაროების მიხედვით და ამ ჰელიოს მეოთხესგან გაჩნდა ფაზისი, მაგრამ ფაზისი როგორც ასეთი სახელი ოკეანოსისა და თეტისის შვილის სახელიც არის, ანუ ფაზისი პირველიც არსებობს, ჰელიოსის მეოთხესა და ოკიროეს შვილი არის ფაზისის მეორე, შემდეგ ფაზის მეორეს უჩნდება შვილი კოლხოსი და კოლხოსს უჩნდება ჰელიოსი მეხუთე. აი ეს ჰელიოსი მეხუთე არის სწორედ აიეტის მამა.
ახლა გავიხსენოთ სკოლიასტები რა წერენ ბერძნულ ლათინურ წყაროების მიხედვით კოლხებმა სახელი მიიღეს ფაზისისზე კოლხოსისაგან. ფაზისი მდინარეთა მეუფეა. აი ასე არის ნახსენები ლათინურ წყაროების მიხედვით, რომელშიც ფრაგმენტებია წარმოდგენილი და მიქელაძე ამ წყაროების ანალიზის შედეგად ამბობს, რომ ფაზისი კოლხების ღმერთია. ესე იგი ჩვენ წარმოგიდგინეთ ფაზისისა და მისი ოჯახის წარმომავლობა ელინურ-ლათინური მითების მიხედვით სქემა ჩვენ შევადგინეთ. ახლა ეს რამდენიმე მუშაობის შედეგად ეს სქემა ძალიან მარტივი არ არის შესადგენად და ძალიან რთული კონსტრუქციებია. მთელი ბერძნული ლიტერატურა უნდა წაიკითხოთ, რომ ეს სქემა შევადგინოთ და სათანადოდ იყოს გამართული. მეორე სქემას, რომელსაც ახლა ჩვენ გაჩვენებთ ეკრანზე, ეს არის ესე იგი აიეტის ოჯახი. აიეტის მამას ჰელიოსი, ქვია ჰელიოს მეხუთე, მისი ნახევარ-ძმა არის კორიბანტები, ეს კორიბანტები გახლავთ მეტალურგისა და დამწერლობის ღვთაებები. აიეტს ყავს ძმა ალოევსი, როგორც გითხარით, ეს არის პელოპონესის, ანუ პელაზგის ოლქის, ერთ-ერთი ოლქის სიკიონის მმართველის საბერძნეთის ტერიტორია. მეორე ძმა პერსეს მეორე, ეს არის ტავრიდის, ანუ ყირიმის მმართველი და ჩვენ საუბრობდით პასიფაეზე და კირგეს შვილებზე. პასიფაეს შვილი არის არიადნე, კრეტეუსი, კატრეუსი, აი სწორედ აქ არის დაკავშირება იმასთან, რომ კატრეუსი, ანუ კართი, ქართა ამასთან დაკავშირება, მაგრამ ცნობილია პასიფაეს დედა არის კრეტა, ანუ თვითონ პასიფეა არის ჰელიოსისა და კრეტა ქალღმერთების შვილი, ანუ ნახევარ-ძმა და არის აიეტისა. ბერძნული მითების მიხედვით, ხოლო პირდაპირი დაბა კირკე პირველია აიეტისა და როგორც ვთქვით, კირკე პირველს ყავს შვილი ლატინოსი და რომოსი და სხვა შვილები. აიეტის შვილები თქვენ მოგეხსენებათ, ეს არის ქალკიოპე, მედია, აფსირტე, ეს როგორც ჩანს ბერძნულ წყაროებში იხსენება მესამეც კირკე მეორე, ესა უკაცრავად მეოთხე კირკე მეორე, აი ეს არის აიეტის და დის სახელი, კირკე პირველია და აიეტისა, ხოლო აიეტის ქალიშვილი კირკე მეორეც. მოკლედ, ახლა გაჩვენებთ კიდევ ერთხელ ამ სქემას. საერთოდ წერენ ბერძნული წყაროები, რომ კოლხეთში სახელი აიეტი ადგილობრივი წარმოშობისაა. აიეტი იხსენიება როგორც და ასევე მედია ბერძნულ და ლათინურ წყაროებში, ძირითადად ლათინურ წყაროებში ფაზისელი აიეტი წერია, ხოლო ფაზისელი ასული ყოველთვის იგულისხმება ბედია. ჩვენ თქვით რამდენიმე წუთის წინ, რომ რომის დაარსება დაკავშირებულია კირკეს ვაჟიშვილთან, ანუ ზუსტად წერია ეს პლუტარქეში, რომი დააფუძნა ოდისევსისა და კირკეს ვაჟმა რომოსმა. მედიასა და იასონიშვილის სახელისგან, ანუ ამათი შვილის სახელი არის თესალია. თესალოსიდან წარმოდგება ადგილის სახელწოდება თესალია, რომელიც ამჟამად საბერძნეთის რეგიონს ქვია. კიდევ ცნობილია სხვა ბევრი მნიშვნელოვანი მასალა, არიელების ქვეყანას, ანუ დღევანდელი სპარსეთის ჩრდილოეთ ნაწილში ეწოდა მედიას სახელი მიდია. დღევანდელი ირანის ჩრდილოეთ ნაწილს. სწორედ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს მასალა ჩვენთვის, რომ ყოველ შემთხვევაში ეს მითოსური აზროვნებაა, ფაქტობრივი მასალა, ამასთან დაკავშირებით აღიქმება ის, რომ აქ რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დევს ამ მითოში. აია კოლხეთის მეფის აიეტისა და მისი ოჯახის წარმომავლობა, როგორც წარმოგიდგინეთ, ელინურ-ლათინური მითების მიხედვით, რომელიც ჩვენ შევადგინეთ, უამრავი ლიტერატურის შესწავლის შედეგად ძალიან რთული აღმოჩნდა ეს დიდი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად ამ სქემის შედგენას 10 წელი მოვანდომეთ.
საერთოდ ეს საკითხები ძალიან კარგად ისწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით, მაგრამ საზოგადოებამ ნაკლებად იცის და ფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საერთოდ საქართველოს ისტორიისთვის, იმიტომ რომ რა საფუძველზეა ეს ქვეყანა შექმნილი, რა ღირებულებებითაა მისი სისტემა შექმნილი, ამას აქვს ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა, რომ ქართველებმა გაიაზრონ პოლიტიკური და ეკონომიკური ჭრიში ეს ყველაფერი. მაგალითად, სტრაბონის სიტყვა ვთქვათ ამ შემთხვევაში, სტრაბონი წერდა შემდეგს: კოლხეთის ქვეყნის სიმდიდრე ოქროს, ვერცხლის, რკინისა და სპილენძის სიუხვე იყო. არგონავტების ლაშქრობის ნამდვილი მიზეზი. ეს მიაჩნია. სხვა ინფორმაციაც არსებობს, ამასაც კი ამბობთ. გავაგზავნოთ სტრაბონის სიტყვა: იასონისა და მისი მდევარი კოლხების ლაშქრობის კვალი არის კუნძულ კრეტაზე, იტალიასა და ადრიაში, დღევანდელი ვენეციის ახლოს. კალიმაკა აღნიშნავს, რომ კოლხებმა დააფუძნეს ქალაქი, რომელსაც კოლხურ ენაზე ეწოდა პოლა. ამჟამად ხორვატიაში ქალაქი პულა არის. უბრალოდ რომ შეამოწმოთ ვიკიპედიაშიც რომ შეხვიდეთ, პულას დაწერთ ვიკიპედიაში და იქ ნახავთ, რომ ეს დააფუძნეს კოლხებმა. ეს დეტალები, როგორც კი სპეციალისტებისთვის რა თქმა უნდა კარგადაა ცნობილი, მაგრამ ჩვეულებრივი არაპროფესიონალური მიდგომის მქონე ადამიანებისთვის ეს ნაკლებადაა ცნობილი და ამიტომ საჭიროა ეს ჩვენ ვიცოდეთ ყოველ შემთხვევაში ჩვენს თანამედროვე აზროვნებაში, რომ როგორ გავიაზროთ ჩვენი ისტორია და ასე შემდეგ. მეორე მე მინდოდა თქვენთვის მეთქვა, რომ სხვა ვარიანტი იმისა, რომ ლაშქრობის მიზეზი რა არის, გამოთქვამენ ამას ხარასპერგამონელი მეორე საუკუნეში ახალი წელთაღრიცხვით და ის ამბობს, რომ კოლხეთში იყო გავრცელებული საიდუმლო დამწერლობა, რომელიც შექმნა კორიბანტება, კოლხბა კორიბანტება, ანუ სტრაბონი წერს, რომ კოლხეთიდან იყვნენ კორიბანტები ჩასული ფრიგიაში, კრეტაზე, სამოტრაკი არის კუნძული საბერძნეთში და ლემნოსზე და სხვა კუნძულებზე. ყოველ შემთხვევაში ცნობილია კუნძულ კრეტაზე განსაკუთრებით არის კორიბანტების ესე იგი საქმიანობა აღწერილი, ეს არის ზევსის დაბადება, დაკავშირებულია კორიბანტების ძალიან მნიშვნელოვან ქმედებებზე, ანუ სადაც ზევსი იბადება რია კიბელესგან კუნძულ კრეტაზე, მაშინ რომ დაბადების პროცესში ესე იგი ზევსის ხმა რომ არ გაეგონა მამამის კრონოს, ეს იცით თქვენ რომ კრონოსი თავის ერთ-ერთ ინფორმაციაში, ანუ სიზმრის სახით მიიღო, რომ მიიღო ინფორმაცია, რომ შვილი დაამხობდა, ამიტომ ეშინოდა ამ შვილებისა და მითებში, ანუ მითოსურ აზროვნებაში ყოველ შვილს ესე ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, თვითონ ყლაპავდა ახალდაბადებულებს და რეას კიბელეს ძალიან ეტკინა გული რამდენიმე შვილი დაკარგა ამ პროცესის შედეგად და გაიქცა კუნძულ კრეტაზე, დაიმალა და გამოქვაბულში, ორი გამოქვაბულზე აქვს საუბარი, იდას ან დიქტეს გამოქვაბულში, ძირითადად იქ ამ ორ მთის სისტემაზეა საუბარი, რომელიც კრეტაზეა და იქ კორიბანტები იცავენ, ანუ დავთავებს ურტყავენ, ხმას გამოცემენ, რომ ამ ხმის გამოცემამ შხარულმა პატარა ბავშვის დაბადების პროცესში ტირილის ხმა შეაყოვნოს. არ ვერ გაიგონოს მამამ. ნუ ყოველ შემთხვევაში კრონოსმა ეს ძალიან პრიმიტიული აქმა ძველი ბევრი ინფორმაციისა, მაგრამ ამაში ძალიან საინტერესო არის. ყოველ შემთხვევაში კორიბანტები აქ აღწერილია სტრაბონის ციკში, რომ ის არის ცველები რია კიბელესი, გვარდია რომ თქვათ ასეთნაირად, იცავენ. ეს კოლხი კორიბანტები არიან, რომლებიც არა მარტო ცველები არიან, როგორც ვთქვით, არამედ ასევე არიან ეს კორიბანტები, რაოდენობა ზოგჯერ 9 არის, ზუსტად არა გარკვეული კარგად, რომლებიც იცავენ დამწერლობას
და ასევე მეტალურგიის მცველი ღვთაებები არიან. აი სწორედ მათ ჰქონდათ საიდუმლო დაფარული დამწერლობა, ოქრო დამწერლობა, ანუ ბერძნულად ქვია ხრისოგრაფია. აი ხრისოგრაფია, რომელიც არის ოქროს გამოყენება წერის დროს. ანუ წერის სისტემაში პირველად აი ეს არის ხარასპერგამონებთან მოცემული. ხარასპერგამონებთან ადრე არსებობს კიდევ ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა, ანუ საერთოდ ბერძნულ მითებში მოცემული ინფორმაციის აღწერა და ასახვა ხდება ისტორიულ ჭრილში. აი ძირითადად იყო ასეთი ბერძენის სწავლულები, რომელთაც მიმდინარეობის წარმომადგენელია ხარასპერგამო, რომელიც აი სწორედ არგონავტების მითში რეალურ ფაქტობრივ მასალას ეძებდა და აი სწორედ ეს ოქროს გამოყენების ტექნოლოგია, ოქროს გამოყენება დამწერლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არის სხვა მოსაზრება, ოქროსაწვისი ეს არის ოქროს გამოდნობის, ოქროს მიღების წესი, რომელიც ალბათ ამ საწვისზე ეწერა. ნუ ყოველ შემთხვევაში მოსაზრებები განსხვავებულად არის მოცემული ბერძნულ მითებში. ჩვენ ახლა ძირითადად ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ მედიას აქვს ძალიან დიდი გავლენა და ცნობადობა ბერძნულ მითებში და დღესაც მსოფლიოში ძალიან ცნობილია მედია მისი საქმიანობიდან გამომდინარე. ახლა გავიხსენოთ აპოლონის როდოსელთან როგორ არის მედიასა და კირკეს ურთიერთობა, შეხვედრა, რომელიც მოხდა იტალიაში. ეს ძალიან ცნობილი ფრაზა არის. აიელ მედიას ისვე მოუნდა ეტრურიაში, დღევანდელ იტალიაში, ცხოვრება აიელ კირკესგან შობლიური, ესე იგი, ანუ თავად კირკეს მოუნდა მედიასგან შობლიური ენა, კოლხური ენა, გაეგონა მედიამ კოლხურ ენაზე დაილაპარაკა. აპოლონის როდოსელის მეოთხე ციკლში 727 სტრიქონში ეს მოცემული. აი ეს ძალიან დიდი მასალაა იმ მხრივ, რომ აი სწორედ იტალიაში კიდევაც გაჟღერდა კოლხური ენა, აი ბერძნულ მითოში ეს კარგად არის მოცემული. აი ესე იგი კირკეს, რომელსაც აქვს მთელი ხედვა სამყაროსი განვითარებისა და მას აქვს თავისი მშობლიური ენის მიმართ დიდი სურვილი გაგონებისა. ადრეც ბერძნული მითების მიხედვით არის, რომ ეტრურიაში ეტრუსკები ესენი არიან პელაზგების ერთ-ერთი ნაწილი გადასახლებული. ეს ახლა დღეს ჩვენ ამას არ შევეხებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბერძნულ მითებში ეს არის მოცემული. მედიას სხვადასხვა ფუნქციები აქვს ბერძნულ მითოში, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში პრაქტიკული როლი უნდა გამოუძებნოთ მედიას, განსაკუთრებით მედიასთან არის დაკავშირებული ნავთობის აღმოჩენა. აი ეს უნდა ვიცოდეთ ქართველებმა, მისი დამსახურება კაცობრიობის ისტორიაში ყოველ შემთხვევაში ძირითადად მაინც უნდა ხაზგასმით და თქვა ეკონომიკური ნაწილია, რომ მან აღმოაჩინა ნავთობი და ეს ციტატა პლუტარქე წერს ალექსანდრე მაკედონელის შესახებ ციკლს და იქ არის ნახსენები. ახლა წავიკითხავ ამ ციტატას პლუტარქედან. ნავთობი ის შხამი იყო, მედია რომ გვირგვინი და წამოსასხამი გაჟღინდა. ცეცხლი თავისთავად არ გაშენიათ ამ საგნებს. აქ არის ინფორმაცია იმაზე, რომ ბერძნებს ძალიან გაუკვირდათ, როცა ესე იგი ნავთის გამოყენების ფუნქცია არ იცოდნენ და ესე რომ მოეკიდა ცეცხლი ამ ნივთს. ეს ყოველ შემთხვევაში მედიას როლი არა მარტო ამ მიმართულებით არის, მედია როგორც ასეთი მეცნიერების ფარველი ღვთაება შეიძლება ვთქვათ ასე, იმიტომ რომ მან ბევრი რამე იცის. განსაკუთრებით გავიხსენოთ მედიას როლი კუნძულ კრეტაზე. კუნძულ კრეტაზე რომ ჩადიან არგონავტები, ვერ შედიან კუნძულ კრეტას იცავს კრეტის დამცველი ტალოსი. და მედიამ მიუდგა ამ ტექნიკურ შემოქმედებას, ანუ ტალოსი ეს ალბათ შეიძლება რომ ვთქვათ თანამედროვე რობოტია, ხო, რომელიც თელ კუნძულს შემოივლიდა და არავის აშიგნით არ უშვებდა.
და მედია მოუნახა ის მნიშვნელოვანი ადგილი რისი დაშლა შეიძლებოდა ანუ ყოველ შემთხვევაში რომ ვთქვა თანამედროვე ტერმინი ჰაკერივით მოიქცა მან შეიყვანა ერთ-ერთ ადგილას ესე იგი ფეხის ერთ-ერთ ნაწილში კუსთან შეიყვანა თავისი ნივთიერება რომელმაც გამოიწვია ამ ტალოსის სიკვდილი სხვა მასალაც არსებობს განსხვავებული შეხედულება ტალოსის სიკვდილისა მაგრამ ძირითადად განსხვავებულიდან ეს არჩიეთ ჩვენ მედია არის როგორც აიეტი კოლხეთისა და კორინთოს მეფეა ისა რა ქვია აიეტი და მისი ქალიშვილიც ასე იწოდება მედია არის კოლხეთისა და კორინთოს დედოფალი კორინთო დღევანდელი საბერძნეთის მნიშვნელოვანი ადგილია სადაც ახლა თავარი მაგისტრალია გაჭრილი ეგეოსის ზღვასა და ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელი რომ არის აი ამ დეტალში ხო სურათს რომელსაც ჩვენ ხედავთ დეტალში არის მოცემული კრეტის დამცველი ტალოსის სიკვდილი ეს არის ბერძნული ჭურჭელი დათარიღებულია ძვირწეთაღრიცხვის 425 წლებით და ინახება იტალიაში იატას ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში ქალაქი რუვო დი პულია ასეთი დასახელებით არის საინტერესო ის არის რომ მედია ჩვენ ზოგადად ვიცით სხვადასხვა შეხედულებები ვიცით რომელზეც ახლა ჩვენ არ ვიმჯერებთ მაგრამ ცნობილია ის რომ მედიას ყავს 12 შვილი და არა 3 ან 2 და მათი ძირითადად სახელები ვიცით ესე იგი უკაცრავად 14 შვილი 7 ვაჟიშვილი და 7 ქალიშვილი ეს წერია სპეციალურ წიგნებში ბერძნული მითებიდან აღებული აქვს და აი დასახელებულია მედიას შვილები მერმერუსი მეორენაირად მას ქვია მაკარეუსი მედეუსი ან მეორე სახელი ქვია პოლიქსენოსი შემდეგი არის ფერსესი და თესალოსი აი თესალიაზე საუბრობდით ერიოპისი არგოსი არქიმენესი ან არქიმენდესი ქრისაორი ტისანდროსი ეს რომლის სახელები ვიცი ჩვენ და ამ ლიტერატურაში სრულად მოცემულია ბერძნულ წიგნებში მაგალითად გავიხსენოთ რა მნიშვნელოვანი მასალა ჰეროდოტოსში დაცული მაგალითად ადრე მიდიელები არიელებად იწოდებოდა ხოლო მას მერე რაც კოლხიდელი მედია ათენიდან წავიდა აზიაში არიელების ქვეყანაში ანუ დღევანდელი ირანის ჩრდილოეთ ნაწილში ეწოდა მისი სახელი მედია ჩვენ ხო საუბრობდით ამაზე რამდენიმე წუთი წინ მოკლედ ნახოთ მედია და მისი შვილების წარმომავლობა ელინურ-ათინური მითების მიხედვით სქემა ჩვენ მიერ არის შედგენილი ძალიან საინტერესო არის რამდენიმე ფოტოს გაჩვენებთ კიდევ აიელი კირკე აიეტისა და აიეტის პერსესა და პასიფაის და ეს ფოტოები ბერძნული ჭურჭელია მოცემული სხვადასხვა პერიოდის სადაც წარმოდგენილია აიელი კირკე აი აიელი კირკეს იმდენად დიდი პატივიცემა აქვს ბერძნულ მითებში და ძალიან ბევრი მასალა მოტანილი ამ ხრივ რომ ვამბობთ მე ბერძნული ლიტერატურიდან გამომდინარე ლათინური და საერთოდ ევროპული აზროვნება ძირითადად ამ შეხედულებებზე ამ მითოსურ აზროვნებაზე დგას აი სწორედ აიელი კირკე აიეტის პერსესა და პასიფაის და დღეს გამოქანდაკებული არის ლუვრის მუზეუმის ფასადში აი ხედავთ ეკრანზე პარიზი საფრანგეთი ეს ჩვენ მიერ მოწოდებული ფოტოა და ძალიან საინტერესოა როცა ლუვრის მუზეუმში შედიხართ გარეთ ფასადზე ხედავთ კირკეს გამოსახულებას ალბათ იყო ასევე კირკეს მეორე გამოსახულება სუსტად არ ვიცით ეს იყო თუ არა ლუვრის მუზეუმში მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ვერსალის სასახლეში აიელი კირკეს ეს ქანდაკება დღესაც არსებობს მისი ასლი ვნახეთ ჩვენ ორიგინალი შენახული არის და შესაძლებლობა მოგვიანებით მოგვეცა და ვნახეთ ეს ორიგინალიც და მისი ფოტოც აქ ჩანს ახლა ეკრანზე
აიაელი კირკე კოლხეთის მეფე აიეტის და ვერსალის სასახლეში. შემდეგ გაჩვენებთ პასიფაეს კუნძული კრეტის დედოფალი, ანუ მეფე რომ ვთქვათ, რომაული მოზაიკა არის ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის ბოლოს. ეს არის ზეგუმის მოზაიკის მუზეუმი, გაზიანთეპი, ეს თურქეთის ტერიტორია, ძალიან საინტერესო და ძალიან დიდად შესრულების ტექნოლოგია, ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა ეს ყველაფერი. თუ კიდევ ერთხელ ნახოთ ეკრანზე პასიფაე კრეტის დედოფალი. და ზედ აქვს წარწერა, ამ იმას პასიფაე ბერძნულად აქვს დაწერილი. ჩვენ ახლა ვიტყვით კიდევ რამდენიმე სიტყვას, მაგალითად ვეტის სასახლის ფრესკაზე გამოხატულია კრეტის დედოფალი პასიფაეიტის და ვეტის სახლი პომპეიში, იტალიაში, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის 79 წელს ვულკან ვეზუვის სამორკვევის დროს დაიფარა და 20-წლიანი რესტავრაციის შემდეგ გაიხსნა და აი ხედავთ თქვენ ამ სურათზე მედიას გამოსახულებას. ესე იგი, როგორც ჩვენ ვიმჯელეთ, სტრაბონის მოსაზრება იყო დამწერლობის შემქმნელ ღვთაებებზე გამოთქმული კორიბანტებზე და აი ამ საკითხს ჩვენ შემდეგში გავაგრძელებ. სტრაბონის და სხვა წყაროების მიხედვით ვინ არიან ეს კორიბანტები, რა საკრალური სასულიერო სახის წარწერების შექმნას მეტალურგისა და მჭედლობის ფარველმა ღვთაებებმა კორიბანტებმა, რომლებიც არიან ათენასა და ჰელიოსის ბზის ვაჟიშვილები და აია კოლხეთის მეფის აიეტის ნახევარწმები. ჩვენ თქვით, რომ კუნძულ კრეტაზე, ებეაზე, სამოტრაკეზე, ხმელთაშუა ზღვის სხვა კუნძულებში და ფრიგიაში კოლხეთიდან იყვნენ მისულნი. და ამ თემას ჩვენ გავაგრძელებ შემდეგ გადაცემაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად მცადდებოდეთ.